საფრანგეთში ტელემარკეტინგი დასასრულს უახლოვდება, ყოველ შემთხვევაში იმ რეგულაციებით ვეღარ გაგრძელდება, რომლებიც აქამდე იყო. 11 აგვისტოდან ძალაში შედის კანონი, რომელიც ამკაცრებს წესებს და კრძალავს არასასურველ შემაწუხებელ ზარებს. მიზანია მოქალაქეების დაცვა მომაბეზრებელი გაყიდვების მოწოდებებისა და თაღლითური პრაქტიკისგან. ახლა აკრძალული იქნება მომხმარებლებთან დაკავშირება მათი წინასწარი თანხმობის გარეშე, რომლის გაუქმებაც ნებისმიერ დროს შეიძლება. ბოლო 15 წლის განმავლობაში უკვე გატარდა მრავალი ზომა, მაგალითად აიკრძალა პირდაპირ ზარები 06 ან 07 ნომრებიდან. ასევე მომხმარებელს ვერ უკავშირდებოდნენ დღის გარკვეულ საათებში ან უქმეებზე. თუმცა ეს შეზღუდვები მხოლოდ რამდენიმე კონკრეტული სექტორისთვის დაწესდა. ამიერიდან აკრძალვა პრაქტიკულად ყველა სექტორს შეეხება. აქამდე მოქალაქეებს უწევდათ პლატფორმაზე დარეგისტრირება, რათა უარი ეთქვათ დაკავშირებაზე. ამგვარად ჩვენ გადავდივართ უარის თქმის სისტემიდან წინასწარი თანხმობის სისტემაზე, აღნიშნავს საფრანგეთის ფინანსთა სამინისტრო. თუმცა პირდაპირ ზარები დაშვებული იქნება ორ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება თქვენ მიერ უკვე დადებულ კონტრაქტს, ან როდესაც კომპანიამ მიიღო თქვენი წინასწარი თანხმობა, მაგალითად შეძენის, მაღაზიაში ვიზიტის დროს ან განაცხადის მეშვეობით.